მოგესალმებით, წესით, მაიცა გეტყვით. მოგესალმებით. Როგორ ძამდებით ქალბატონო, მე დღეს ვისაუბრებთ, რატომ უნდა შევწოთ რაღაცები ზეთში და არა კარაქში. ხო? მე ამედოში შემთხვევით ვარ. მარტო იმიტომ ვარ, რომ შია. საჭმელი მაგას გეთობა. და კარაქში წავს. რატო გაქვს უტრიალებული? რა მაქვს უტრიალებული? ძამეკითხა. რატო არის იქ? კაროჩე არასდროს კარაქში და მაგით. ცხიმი ზოგადად არ არის კარგი ორგანიზმისთვის. თუ მაინც ცხიმებზე მიდგება საქმე, ჯანსაღი ცხიმები არსებობს. აი ეს არის შხამი და ამაში შეწვას მირჩევნია ნებისმიერ ამაში შეუწვა. არა, მე ისას ვიძახი, როცა ძალიან დიდ ცხიმიან რაღაცას იყენებ, აი კარაქი ხო უფრო ცხიმიანია ვიდრე ზეთი. კი, მაგრამ უფრო ჯანსაღია. ეგრე ერბო უფრო ჯანსაღია. ხო. მაშინ ერბოში რატო არ ვწავთ? ერბო არ მოქვს და არც გემო არ მომწონს. რატო არ მოხდენს ერბოს გემო? მე მე ვწავ ნაღების კარაქში, ნაღების კარაქი არის უგემრიელეს. ხო, მაგრამ სუნი რო აქ ეგ პრობლემას არ წარმოადგენს? მე მომწონს. მართლა? ეგ სუნი ახლა რაც დგას ეს მოსწონს. ხო, არ ვიცი, რა ვიცი. მე ვხვდები ხოლმე რა, რატომ მაგრამ მაგაზე კი არ ვილაპარაკებ, პროსტა ისე. აქვე იყო და ბარეღამ დავიწყე. მიკროფონში რა ზეთის და შეწვის ხმები შემოდის, ხო მაგრად მოგწონთ. ხო, არ მოგწონთ, უთხარით, რომ არ მოგწონთ, რომ მე სამომავლოდ კიდე არ გააკეთოს ხოლმე რაღაცები, როცა მე ვიდეოს გადავიღებ ხოლმე რა. ესე ვიქნებით ესა. რაღაცნაირად გავიგვიდე დღეს. დავლილმა ეს რაღაც ბევრი საქმე დამიგროვდა თან რაღაცები მაგ გასაკეთე. მოგვიყევი აბა შენი დღის გეგმა. ჯერ მინდა რომ შუგა ვნახო. აბა გოგო. გოგას ვნახო, მაგრამ ჯერ შუგა მინდა. შემდეგ სტუმრები რო იყვნენ ხოლმე იქ რო დადიოდნენ, ძალიან ბევრი ხალხი ხო დადიოდა, ვისთანაც ახლოს ვიყავი რა, მაფიას. ხო და იქ იყო რამოდენიმე ადამიანი, ვისთანაც რაღაცნაირად, აი ბოლომდე კონტაქტში ვერ შევედი, მაგრამ მე ვასებოდნენ, მაგრამ აი შუტკა ვერ გაუხსენი რა. და ერთ-ერთი ეგეთი კამანდა, რომელიც ანუ მე ვიძახე რომ ხშირად ვინც დადიოდა რა. ეგეთ ხალხზე არის საუბარი რა. ანუ ძალიან ხშირად. ხო და ეგეთი ერთი დაჯგუფებიდან მომწერეს რომ ესა გამოდიო, რაღაცა უნდა განახოთო. მე ვუთხარი მეთქიო, თუ ჩემ გატაცებას აპირებთ და კიდე რაღაცებს თქო, ისე მითხარით, იქნება ჩემი ნებით მოვდივარ ხო რა, არ შემიწყოთ არსად თქო. ჯერჯერობით არ ვიცი რა ხდება. მე გიორგი მომიტანა კონფეტები. ყველაფერს ჭამს. ლენკა დილიდან. ლენკა შია. ყველაზე მთავარი რაც დაგჭირდება ცხოვრებაში არის ის, რომ ძილის რეჟიმი მოიწესრიგოთ. აი ჩვენ ორივეს ისეთი არეული გვაქვს ძილის რეჟიმი, რომ გინდა არ გინდა ნახეთ ადამიანის ჰორმონი, ადამიანის სხეული რაღაც ჰორმონებს გამოყოფს რაღაც კონკრეტულ დროში, რომელიც უკეთესია შენი ორგანიზმისთვის, უფრო დასვენებული იქნები, თუ იმ დროის მომენტში გამოიყოფა, როცა ძილის პერიოდი არის და ძილის პერიოდი ითვლება 10-დან დილის 6 საათამდე რა და. დრო არ არსებობს და ნებისმიერ ქვეყანაში სხვადასხვანაირად არის ეგ 10-დან 6 საათამდე. ამიტომ უბრალოდ ძილის დრო არის ეგ და არა ამ დროდან ამ დრომდე ძილი. ანუ ყველა ქვეყანაში 10-დან 6-მდე არის. ხო, მაგრამ აი ხა მე რო ჩავფრინდე ამერიკაში, იგივე 10 და 6 ჩემთვის არ მოქმედებს. ჯერ, მე აკლიმატიზაციას რო გავივლი, მე იმოქმედებს. კარგი. არა? არ აბა დრო როგორ ანუ შენ იძახი რომ დრო ვაფშე არ არსებობს? რა ვაფშე აბა რა არსებობს? იმზე ჩადის და ამოდის. ზოგ ადგილას საერთოდ არც ამოდის. სად არ ამოდის? აი ხა სვალბარდი არის ერთ-ერთი ადგილი. რაღაცა ნახა TikTok-ზე. არა, ერთი ქალი არის, რომელიც ცხოვრობს ძალიან ჩრდილოეთ პოლუსისკენ არის რა, ეგ. რომელიც არის TikTok-ზე. ხო, და ვუყურებ რა ამ ქალს, ვიღაც წლებია ვუყურებ და წლებია კი არა და კაი ხანია ვუყურებ რა. და ამ წელს დადო ეხ ვიდეო, რომ აი დღესო ბოლოჯერ ამოვა მზეო და თებერვლამდე აღარ იქნება. თუნდა მზე თებერვლამდე. მე ახლა ვერ ხვდები იმაში რა, სადაც უნდა ცხოვრობდე, ზამთარში როცა ვარ, მზე რაში მჭირდება. აუ, ხო, ძალიან შემაწუხებელი. აი მე ახმაურიანია. ზამთარში მე პირადად მაღიზიანებს, შერცხვა ქალბატონს. მართლა მაღიზიანებს რა ისა. მზე რო ამოდის, რა საჭირო არის ვაფშე. ვერ ხვდები. როცა ცხელ ან იმაზე ხო შევთანხმდით, რომ დედამიწაზე აირია რა, ეს ბუნებრივი მოვლენები რა, რაღაცები. იმიტომ რომ ეხლა ჩვენთან ივნისში პასტაიანად წვიმს, რაც არალოგიკური არის, ჩემი აზრით. მაქსიმუმ იმითი გავაправოთ, რომ
ეს ზაფხულში უნდა დადნეს ეს ყინული და მე ეს ყინული ავართქლდეს და მე ეს ყინული თავიდან მოვიდეს წვიმად, მაგრამ ივნისი ადრეა მაგისთვის. მაშინ უნდა მოვიდეს აგვისტოში ან ივლისში რა ეგ. ვიდეო რაზე იყო? მე რა ვიცი, Z-ზე დავიწყე ლენკა, ანუ არასდროს არაფერზე არ არის ეს ვიდეო. აი გამორჩა დღეს, თორე უცებად ჩავყრანდი კალაპოტში. ხო, და მე დავამატებდი. რა კალაპოტში? კალაპოტი ნახე, გაქვს. მდინარის კალაპოტი ნახე, გაქვს. არ გაქვს ნახე. ანუ როგორ კალაპოტს რას ეძახი? აი, რო იწყება. ეგ კალაპოტია? აბა რა ქვია? კალაპოტი ისა, ხო, რა ქვია იმას? დასაწყისი რა ქვია? რა ვიცი, საწყისი წერტილი მდინარისთვის, არ ვიცი. არა, რაღაცა სახელი ქვია, გოგო. არ ვიცი. შენ ხარ მთიდან და შენ უნდა იცოდე, შენგან ხედავს მდინარე. თრუსოს ხეობაში არის თერგისისა დასაწყისი და მაგარი ადგილია ძალიან. ხო და მე დავამატებდი, რომ აი ხა ოქტომბერში მზერო არის და წვიმები და ცივი ამინდები არ არის და აი რაღაცნაირი გლუმი დღეები არ არის, ძალიან ღიზიანდები, გლუმი. მოღრუბლული და რაღაცნაირი, კომფორტული. ძალიან ღიზიანდები. ქართული სიტყვა გლუმი? არა. გლომ და კომფორტულად არ მიგრძნია თან მთელი ოქტომბერია. მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ ზე მხოლოდ ზაფხულში ასწორებს თუ ქალაქში არ ხარ. და რაღაცა უნდა მოუხერხოთ. აი ჩემთვის რომ ზეს უნდა ანათებ, აი მანდრავ. მე ვანათებ სულ, მე ხარ გწო. კი, როგორ ამწო, რამდენჯერ შენ დამწვი, იმდენი რა გითხარ. არც ერთხელ არ დამწვი. სიგარეტით დამწვი 1-3 მაინც. შენ რო ყბაში დამარტყი წიხლი დამტკიო და გახსოვს? მე ვდგებოდი. მე ვდგებოდი და შენ ჩემს მუქლთან მიიტანე თავი, რატომ ვაცდა? რა ვიცი, აი აქ ვისხედით, სხვათა შორის აი აქ არ ვიცი ჩემს თუ არა ეგ ადგილი. ხო, რა, მე იმას ვიძახი, რომ გლობალური დათბობა რაც ხდება, მე მგონი ეგ არის. ანუ გლობალურად კი არ დათბება, მაგას კი არ ნიშნავს. მე მგონია, რომ გლობალური დათბობის პირობებში ამინდები აირება, დროები შეიცვლება და ყველაფერი პირიქით იქნება, რაც ახლა არის მაგისგან განსხვავებით და რა ვიცი, მე მგონია, რომ გოიმობა არის. გლობალურად დათბობა. ვაფშე მე ვასება ეგეთ რაღაცები, ვაფშე დედამიწას ცოტა ვერ გაუგე რა. მარტო მე კი არა ადამიანებმა ზოგადად ვერ გაუგეთ ისე ცუდად ვექცევით, ანუ კიდე კარგია რაც ხდება რა, კიდე უარესებს ველოდები მე დედამიწისგან და რაღაც რაირი არის რა. მე სადაც გატრიალდები ყველგან კორპუსი დგას. ჩვენ როგორ მოვთხოვოთ რომ ოქტომბერში ოქტომბერი იყოს. აი მითხარ. ჰა. სადახარ ლენკა. რამე მინდა რომ გადმოვაყოლოს, ეს მოკლეა და ვაკეთებთ. რა გინდა? შენ ყავა რა დავასხა. მე ვიზო. აჰა, მოდი. ეს. ხო. ილაპარაკი გოგო. რაზე? მე რა გიგლობალ. მე ვერ ვიტან, აი იდეა ორი მიკროფონი არ მაგარია. მეთქი დღეს ვილაპარაკოთ, გიორგი თუ ერთად ვიღებთ და სამზარეულოში ვარ და მე საჭმელს ვაკეთებ, ვილაპარაკოთ საჭმელზე მეთქი, რა გიყვარს, რა თუ გიყვარს, რა თუ არ გიყვარს, მაგაზე მეთქი რა. და ტიპმა დაიწყო ლაპარაკი ზეთით, მე ვილაპარაკეთ. რაზე ვილაპარაკეთ? ანუ ხო ისე თემები იყო რა, არც მახსოვს, აი 3 წუთის წინანდელი თემები არ მახსოვს, შეიძლება 1 წუთის წინაც კი ლაპარაკობდით მაგ რაღაცებზე და ეხლა ლაპარაკობს გლობალურ დათბობაზე. ანუ რა არის ეს მიკროფონი განახეთ გიჩია. რა გინდა? ბიჭო, ასეთი აგრესიული არ ნოიქნებით რა, ზოგადად ადამიანების ცხოვრებაში. რა გინდა? აი რა ხდება? ანუ არ არის აუცილებელი რომ რაღაცა კონკრეტულ ჩარჩოში იყოს ადამიანის საუბარი მოვლენილი. просто უბრალოდ ისაა რომ ანუ მაქსიმუმ ის იყოს რომ აი ჩართვის სურვილი უფრო მეტად მოუნდეს თუ საინტერესო თემა ეწერება სახელი, მაგრამ ჩემებმა ახლა ვინც ვიყურებენ იმათ უკვე იციან რომ მე იმაზე არ ვლაპარაკობ რაც წერია ხოლმე ძირითადად და არ არის ეგ პრობლემატური საკითხი მე მგონი. ყავა გავიკეთე. აი ყავა მიყვარს. გაიკეთე? აი როგორ გავგზიანდი უცბად. ლარი მოროშკინა ხარ ქალბატონო უკაცრავად ჩანგელით რომ მომხრეს გადი გოგო. არის ლენგა ტატიშვილში ლალი მოროშკინა გაიგო. ეს სათაური მოუხდებოდა იმას თბილისში. აი ადამიანები არ მაგიზიანებენ რა. გარიზიანებ მე ხო? არ მართლა. აი ადრე ბავშვობაში ადამიანები აი მიყვარით ეძაღლები მირჩა ეგეთ რაღაცებს ვიძახდი ხოლმე 13 წელს რო ვიყავი და ახლა რო გავიზარდე ადამიანები აღარ მაგიზიანებენ. არა ზოგი ძაღლი ეს მიჩვენია ზოგ ადამიანს. მაგრამ ადამიანს რო დაუფასებლობას ვატყობ
რომ ან ჩემს საქმეს რო არაფასებს, ან არ ხედავს და თან ამას პლუს თავის თავზე იწერს, იმაგაზე გული მერევა და მაგიტო გაუბრაზდი ესე. ანუ მე ავადუღე წყალი. მე ჩავასხი ჩაიდანში თუ რაღაცაში რაც მაქვს. მე ჩავყარე ყავა, მე ჩავყარე შაქარი. ამან დაასხა უბრალოდ. და მოურიე. ყუჩახ რა გემრიელი ყავა გაგიკეთებია. ყავის გაკეთების პროცესში უმთავრესი ღვაზელა არის, ერთმანეთში პატარა. ჩემგან ისწავლეთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს, აი დამწყები შეყვარებული წყვილებისთვის უნდა იყოს ის რა, ტუტორიალი რა. როგორ აი აქედან იმდენ რამეს დამუღავთ, რომ შეიძლება თქვენ ვაფშე მომავალში შეყვარებულებთან პრობლემა არ გქონდეთ. მაგრამ ჩემგან განსხვავებით, აშკარად იმიტომ რომ ამას უკვე აქვს. და ეხლა მე ამას გავთიშო. მე საჭმელსაც ვილაპარაკოთ თუ გენდომება ქალბატონო. ძალიან მიყვარხართ. ეს მაისური არ გეგონთ რომ კიდე დიდი ხანია დასაბანი ვარ, პროსტა ის არის. ერთ დღეს ვიღებ ხოლმე რამდენიმეს და მე ბოლოს იბანავა გუშინ წინ. აქ უთხარი. გუშინი, კი არა და ბოლოს იბანავა გუშინ წინ. ბიჭო მე ვერ ხვდები, აი ბანაობაზეც ვილაპარაკებ. საჭმელზე რომ ვილაპარაკებ ხვალინდელი ვიდეოსთვის. მან ვილაპარაკოთ ბანაობაზეც. აი ეგრე. კარგად.